ამ ვიდეოში დაუჯერებელ რამეს ნახავთ. დააკვირდით, აი ეს გოგონა ეტლში იჯდა და ახლა აი ამ ეგზოპულსის კოსტუმის დახმარებით სიარული შეუძლია. ამ ვიდეოში კი აგიხსნით, როგორ გახდა ეს წარმოუდგენელი რამ შესაძლებელი. ეს კოსტუმი ძირითადად გამოიყენება ადამიანებში, რომელთაც გადაადგილების შეზღუდვა აქვს პასტიკის ან მოტორული უნარების დაქვეითების გამო. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად ცერებრალური პარეზის დროს, გაფანტული სკლეროზისას, ან ინსულტის შედეგად განვითარებული მოძრაობის დაქვეითებისას, ან მაგალითად ზურგის ტვინის დაზიანების დროს, როდესაც მუსკულატურის ტონუსი უკონტროლოდ გაზრდილია, ანუ სპასტიკა გვაქვს. მისი მოქმედების მექანიზმი კი არც თუ ისე რთული გასაგებია, თუ კარგად მოусმენთ ამ ვიდეოს. კონკრეტულად ეს კოსტუმი შედგება უამრავი მასტიმულირებელი ელექტროდებისგან, რომლებიც კონკრეტულ პერიფერიულ ნერვებს და ამ ნერვის გავლით კონკრეტულ კუნთებს ასტიმულირებენ. მისი მოქმედების პრინციპი კი ეფუძნება ჩვენი თავის ტვინის ფუნქციონირების ერთ ბაზის, რომელსაც რეციპროკული ინჰიბიცია ჰქვია. ძალიან კომპლექსურად ჟღერს, მაგრამ უმარტივესად აგიხსნით. მაგალითად, თუ ჩვენი ბიცეპსის კუნთი არის სპასტიკური, ანუ ის უწყვეტად და ზედმეტად ძლიერად აქტივირდება, ეს კოსტუმი ააქტიურებს მის საპირისპიროს, ანუ ტრიცეპსის კუნთს, რის შედეგადაც ეს ზედმეტად გააქტიურებული ბიცეპსის კუნთი და სპასტიკა იხსნება. შედეგად ადამიანს ისევ შეუძლია კონკრეტული მოძრაობის შესრულება. თუ მანამდე ნერვული დისრეგულაციის გამო ზედმეტად დაჭიმული ბიცეპსის კუნთით საერთოდ არ შეეძლო კიდურის ნორმალურად მოძრაობა. ამ კოსტუმის სწორად გამოყენებისთვის კი აუცილებელია მისი ინდივიდუალური პროგრამირება. ანუ ექიმმა უნდა იცოდეს, რომელი კუნთებია სპასტიური, რომელი მოძრაობებია ამით შეზღუდული და შესაბამისად რომელი კუნთი უნდა სტიმულირდეს და რა კონფიგურაციით. უმთავრესია კი ვიცოდეთ, რომ ეს კოსტუმი არის მულტიმოდალური რეაბილიტაციის მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც მსგავსი გადაადგილებისა და მოტორული უნარის შეზღუდის შემთხვევაში ადამიანებს მომავლის პერსპექტივას უქმნის და აძლევს საშუალებას ყოველდღიურად პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ წაიწიონ და თავიანთი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესონ. შენ კი თუ მსგავსი სამედიცინო ვიდეოები გაინტერესებს, დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი.